თევზებო როგორ ხართ? კეთილი იყოს თქვენი მობრძანება არხზე და თქვენს გაშლაზე, თევზებო. ჩვენ დაუკავშირდებით თქვენს ენერგიებს მომდევნო დღეებისა და საათებისთვის. მიიღეთ ის, რაც თქვენთან რეზონირებს და ასევე გაითვალისწინეთ თქვენი მთვარის ნიშანი და ასცენდენტი, რადგან ისინი ყოველთვის უფრო მეტის დანახვის საშუალებას იძლევა. ნახოთ, რას გვეუბნებიან სიუხვის ანგელოზები, რა გზავნილს, რა ნიშანს გიწინას წარმეტყველებენ ისინი. მას ასე ისინი გვეუბნებიან, რომ გაწმინდოთ თქვენი ურთიერთობები და სუფთავების დროა. თქვენი სიუხვის ნაკადი ზოგიერთ შემთხვევაში გავლენის ქვეშ მოექცევა იმ ადამიანების მიერ, რომლებთანაც დროს ატარებთ. ამიტომაც თქვენი ალიანსები და მეგობრობები კარგად უნდა შეარჩიოთ. აირჩიეთ შთამაგონებელი და გულუხვი ადამიანები. ეს მახსენებს ანდაზას. მითხარი ვინ არის შენი მეგობარი? არა, თქვენ იმ 5 ადამიანის ანარეკლი ხართ, ვინც გარშემო გაგიავთ, ამიტომ ყურადღება უნდა მივაქციოთ. რადგან იქ ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება გავლენას ახდენდეს თავად თქვენი ცხოვრებისეული წინსვლის შესაძლებლობები იმ ადამიანების გამო, ვინც გარშემო გყავს. ამიტომ საქმე ის კი არ არის, რომ ვინმესთან იჩხუბოთ, ან ვინმეს გაწყვეტოთ ურთიერთობა, ან წახვიდეთ ვიღაცის ცხოვრებიდან, თუ არ გაინტერესებთ. საქმე ისაა, როგორც იქ წერია, რომ ცოტა უფრო კრიტიკულები უნდა იყოთ, როდესაც უახლოვდებით ადამიანებს, რომლებიც თქვენი ნდობით ისარგებლებენ ურთიერთობების კუთხით. ან რაიმე სახის ალიანსის კუთხით არა, რომლებიც განასახიერებენ იმას, რასაც თქვენ ასხივებთ ცხოვრების ხარისხში, სიუხვეში, სიმდიდრეში, კეთილდღეობაში, ფასეულობებში, წინსვლასა და პროგრესში არა? რადგან თუ თქვენ დაუკავშირდებით ადამიანებს, რომლებიც არიან ვიწრო აზროვნების მედიოკრები, რომლებსაც არ აინტერესებთ პროგრესი, რომლებსაც არ აინტერესებთ ეკონომიკურად ან სამსახურში წინსვლა, ან ცხოვრებაში დარწმუნებული იყავით, რომ თქვენც იმავე ვიბრაციას, იმავე ენერგიას გაიზიარებთ. ასე რომ რა ხდება, თევზები ძალიან დამთმობები არიან ყველას მიმართ, ხო ასე არ ზომავენ ამ რაღაცებს. აქ საქმე ის კი არის, რომ ადამიანები იმის მიხედვით შევაფასოთ, თუ რა ფასი აქვთ ეკონომიკური თვალსაზრისით კარგად გამიგეთ. აუცილებლად დაფიქრდით, ვინ არის ის 5 ადამიანი მაინც, ვინც გარშემო გაგიავთ, არა? როგორი ცხოვრების წესი აქვთ მათ? როგორები არიან? რა არის მათი საარსებო მინიმუმი? როგორ უმკლავდებიან ფულს? როგორია მათი ჩვევები? როგორია მათი ოჯახი? როგორია მათი ურთიერთობები? როგორია მათი სამსახური? რა არის მათი საქმიანობა? როგორი ფასეულობები აქვთ? რადგან იქ არის რაღაც რისი ჩვენებაც უნდათ. კარგი ვარსკვლავის კარტი ბევრს მეუბნება. დიდი რწმენა უნდა გქონდეთ რაღაცის ან ვინმეს მიმართ. რადგან ის გვაჩვენებს ასრულებელ ოცნებას, გვაჩვენებს სასწაულს, გვაჩვენებს იმედს, გვაჩვენებს კავშირის გამჭვირვალობას, გვაჩვენებს თქვენს გამჭვირვალობას. ამასთან დაკავშირებით ის ასევე გვაჩვენებს იმ სიტუაციების დინებას, რომლებიც დაგაკავშირებთ იმასთან, რაც შეიძლება იყოს ძალიან რთული სიტუაციის გადაჭრის გზა. ამიტომ ვარსკვლავი ჩნდება იმ სიტუაციაში, სადაც რეალურად მხოლოდ აქ შეიძლება სასწაულის მოლოდინი, მხოლოდ აქ შეიძლება გადამარჩინოს სასწაულმა. კარგი ვარსკვლავი აქ ჩნდება, რათა ამის შესახებ გვამცნობს და ის, რაც მოდის, იმდენად ძლიერია, რომ ეს სასწაული ვლინდება იმის მიხედვითაც, თუ რას იზიდავთ თქვენ. ამიტომ ის, რასაც ანგელოზები გვეუბნებიან, თუ რომელი ურთიერთობები უნდა გაწმინდოთ, რომლებიც არ შეესაბამება ამ კვერთხების დედოფალს. არის სიტუაციები, არიან ადამიანები, რომლებიც არ ამატებენ, არ უნდათ თქვენი ზრდა, არ ემთხვევიან გაძლიერების, პროგრესის, ლიდერობის, მეწარმეობის, უსაფრთხოების, პოტენციალის, ვნებისა და შემოქმედების ამ ენერგიას, რაც არის ყველაფერი ის, რასაც კვერთხების დედოფალი წარმოადგენს. გარდა ამისა, მეუბნება, რომ თქვენ მზად ხართ რაღაც მნიშვნელოვანი გააკეთოთ, ნება დართოთ საკუთარ თავს, რომ ამ ნებამ გაგიზღვეთ ამისკენ. მაგრამ ასევე რა არის ის, რასაც გეგმავთ? არა, რადგან ყველაფერი ის, რასაც შეიძლება დაგეგმოთ, შეგიძლიათ მიაღწიოთ დღესვე, არ მისცეთ უფლება ადამიანებს, რომლებიც ამ ენერგიის ხარისხში არ არიან, გავლენა მოახდინონ თქვენზე, რადგან თქვენს ხელში გაქვთ დიდი ძალა, რომ იმოქმედოთ და მიყვეთ იმას, რაც გსურთ. რადგან თქვენ გაქვთ უნარი, მოიზიდოთ საჭირო ადამიანები, ამიტომაც გეხმარებიან ამ ადგილიდან, არა, რომ მოიზიდოთ ადამიანები, რომლებიც მზად არიან დაუკავშირდნენ გაფართოების ამ ენერგიას. თქვენს ცხოვრებაში გამოჩნდება კონკრეტული ადამიანი, რომელიც მზად არის გარისკოს, მიიღოს გადაწყვეტილება, გამოყვეთ და წინ წავიდეს იმისკენ, რაც შეიძლება იყოს წამოწყება, ბიზნესი, ალიანსი, სამსახური, პროექტი, ან თუნდაც გაბედა ვიტყვი, რომ ურთიერთობაც, რადგან გადაწყვეტილებები მიიღება.
მაგრამ რა ტიპის გადაწყვეტილებები ქარლა, ამბიციური გადაწყვეტილებები და თუ ამბიციაზე ვსაუბრობ, აქ არ შეიძლება იყვნენ მედიოკრი ადამიანები, აქ არ შეიძლება იყვნენ ადამიანები, რომლებიც არაფერს მატებენ, არა? კარგი, მაშინ აქ მეუბნება, რომ შესაძლებელია წინსვლა მოდის მნიშვნელოვანი ურთიერთობებიდან, რომლებსაც ინაწილებ თევზებო სხვა ადამიანთან საერთო პერსპექტივით. რაშთან ბეჭდავია ეს? ვნახოთ, რას გვეუბნებიან კარტები. უკვე იცით, რომ ეს არის ძალიან ზოგადი გაშლები. შეიძლება ზოგჯერ დაგჭირდეთ პირადი კონსულტაცია, რადგან გჭირდება თქვენი კონკრეტული შემთხვევის განხილვა და შეგიძლიათ ეს გააკეთოთ ჩემთან. იცით, როგორ შეგიძლიათ მიიღოთ ჩემთან კონსულტაცია. შედიხართ ვებგვერდზე, იქ ნიშნავთ დროს. გვერდს ყოველთვის ხედავთ ვიდეოში, მაგრამ ასევე გაქვთ დამაგრებული კომენტარი თქვენს ნიშანთან, სადაც პირდაპირ გადადიხართ იქ გვერდზე. შეხედეთ, რაშთან ბეჭდავია, როგორ წყვეტ ყველაფერს, რაც არ გამოგადგებათ. ხმლების ტულზე არის გადაწყვეტილება, არის ანალიზი, არის ცნობიერების ამაღლება, ლოგიკურად მოქმედება, ყველაფერი ბლოკირებისა და დაბრკოლების მოცილება და განსაკუთრებით ასევე მენტალური. რო არ შეგიშალოთ მაპატიეთ განვითარებაში. აქ ჩნდება ახალი იდეა, ჩნდება შთაგონება, ჩნდება გამბლოკვა, ჩნდება შესაძლებლობა, რომ გადაახდეთ ყველაფერს და წიწახვიდეთ გამოწვევის წინაშე დიდი მენტალური სიცხადე. ხედავთ, რომ არიან ადამიანები, რომლებიც თქვენთან ერთად ვიბრირებენ ამ თასების სამიანში. რა თქმა უნდა, ყველას არ სურს ისეთი რამ, რასაც თქვენ ისურვებდით. და ეს არ ნიშნავს, რომ ადამიანები არ ვარ ან ცუდები არიან, ან კარგები არიან. არა, აქ ნამდვილად არის სასარგებლო ურთიერთობები, აქ ნამდვილად არიან ადამიანები, რომლებიც თან ყვებიან, აქ ნამდვილად არიან ადამიანები, რომლებიც თქვენს მიღწევას ისე გაიხარებენ, თითქოს საკუთარი იყოს, ეს არის თასების სამიანი. თასების სამიანი არის კარტი, რომელიც მელაპარაკება ურთიერთობების სიუხვეზე. იმ კავშირებს შორის, რომლებსაც აქვთ საერთო ბაზისი ფასეულობებში პროექციაში. და თუ თქვენ რაიმეში წარმატებას მიაღწევთ, თუნდაც ეს ადამიანები არ მონაწილეობდნენ, რადგან ისინი აშკარად სხვა ისტორიაში არიან, ისინი მაინც გაიხარებენ თქვენი მიღწევით ისე როგორც საკუთარით. აპატიეთ, ემოციურდები და ვიხრჩობი. კარგი აღინიშნება და უფრთხილდებიან იმას, რაც აქვთ, უფრთხილდებიან პირადად თევზებო იმას, რასაც აღწევთ, რადგან, რა თქმა უნდა, თევზები ყოველთვის, როცა რაღაცას აღწევენ, უნდათ გააზიარონ, უნდათ კარგი გაავრცელონ იქით-აქეთ. უნდა გაუფრთხილდნენ, უნდა გააცნობიერონ თევზებო ის, რაც აქვთ, შეუძლიათ გააზიარონ, მაგრამ უნდა იყვნენ ცოტა უფრო ფრთხილები. ამიტომაც ეკიდებიან ყველას, დიახ, ამიტომაც ეკიდებიან ყველას. ადამიანებს, რომლებიც გამოდგებიან და ადამიანებს, რომლებიც არ გამოდგებიან. კარგი, რასაც ეს თასების სამიანი მეუბნება, არის ის, რომ თევზები უკავშირდებიან გულწრფელ კავშირებს. ეს იცით, რომ სიუხვის კარტიცაა, სიუხვის კარტია. არსებობს ტრიუმფი ურთიერთობაზე, რომელიც დაზარალდა იმ ადამიანების ჩარევით, რომლებიც არაფერს მატებდნენ, დიახ, რადგან ეს არა მხოლოდ იმ ადამიანებზე გველაპარაკება, როგორც უკვე გითხრათ, პირველმა კარტმა, რომლებიც ხელს გვიშლიან ჩვენს პირად და ეკონომიკურ წინსვლაში. არამედ გვაწუხებენ იმ ადგილიდან, რომ არ უნდათ ვიყოთ ბედნიერები. ან მათთვის უხერხულია ჩვენი ბედნიერება, ან რაც არ უნდა იყოს. მე აქ თავს ვამატებ, რადგან თევზები ვარ, ამიტომ მრავლობით ვსაუბრობ, მაპატიეთ. კარგი, მაშინ თასების სამიანის კარტი არის კარტი, რომელიც მელაპარაკება, რომ თუ თქვენ გაქვთ კავშირი, ყავთ ინტერესის ადამიანი, ეს ადამიანი გიახლოვდებათ, რადგან ჩვენ ხელახლა უკავშირდებით ვიღაცას იქ და იყო ბლოკირება იმ ადამიანების გამო, რომლებიც თქვენს გარშემო იყვნენ და არაფერში ვარგოდნენ, რადგან აბსოლუტურად არაფერ კარგს არ აკეთებდნენ. ასევე ეს იხსნება და წყდება, მაგრამ ასევე შეიძლება იყოს ის, რომ თქვენ ხარჯავდით ენერგიას და დროს იმ ადამიანებთან, რომლებიც არაფერს მატებდნენ. და როდესაც გაქვთ ეს ასეთი ბრწყინვალე კარტი, რომელიც არის ხმლების კარტი, თქვენ შეგიძლიათ მიაღწიოთ, რა თქმა უნდა, ამ ადამიანებთან მაპატიეთ აკავშირებას. და ისიამოვნოთ ამ ზეიმით, ამ გაერთიანებით, ამ გულწრფელი კავშირით იმ ადამიანთან, რომელიც ხელახლა უკავშირდება. ახლა წარსულიდან რაღაც იხსნება, რა წაწმყოში უხერხულობას ქმნის რაღაც წარსულიდან. არ ვიცი ფიქრებში, არ ვიცი ყოფნაში, არ ვიცი არის თუ არა ადამიანი, რომელიც მოდის და მიდის და რომელიც არაფერს მატებს თევზებო. მე წარსული მეუნება თასების 6-იანი ამბობს, რომ წარსული უნდა დარჩეს იმ ადგილას, სადაც არის წარსულში. რომ თუ მივდივართ წარსულში და მოგვაქვს წარსულიდან გამოცდილებები, მომენტები ან ადამიანი, არა მენტალურ დონეზე ჩვენ საწყოში, აყვავებულში, უხში, გაძლიერებულში, გამბლოკილში ეს თელ ისტორიას გვათრევინებს უკან.
ამიტომ წარსულის იდეალიზება ახლა არ გამოგადგებათ. დროში დაბრუნება, მით უმეტეს. ანუ ჩვენ არ გვინდა ვიცხოვროთ ბედნიერი მოგონებებით. დიახ. შეიძლება ეს ასევე მიგვანიშნებდეს ბედნიერი მოგონებების ხელახლა გაცოცხლებაზე გაფართოებით იმ ადამიანებთან, რომლებიც მატებენ, რომლებიც რაღაცნაირად ბრუნდებიან ჩვენს ცხოვრებაში. ვიღაც ხელახლა უკავშირდება თევზებს ძალიან მოსიყვარული ადგილიდან ბლოკირების გარეშე. აქ უკვე მელაპარაკება იმაზე, რაც შეიძლება იყოს ხელახალი დაკავშირება აწმყოში ადამიანთან ამ კონკრეტულ მომენტში, ემოციური ჯანმრთელობის ადგილიდან, სადაც უკვე აღარ არის ბლოკირებები, სადაც უკვე აღარ არის გარედან სხვა ადამიანის ჩარევები, რომელიც არაფერს მატებდა ამ კავშირს. პირიქით არა, მაგრამ მე აქ ვხედავ რაღაცას, რასაც თევზები ითვალისწინებენ, წარსულის იმ ნაწილის მოკვეთას, რაც ხელს უშლიდათ საკუთარი ემოციური დამოუკიდებლობით ტკბობაში, ან საკუთარი ფინანსებით, ან არ ვიცი საკუთარი ცხოვრებით ტკბობაში ისე, როგორც ახლა ირჩევენ რომ გქონდეთ. აი ეს კი ეს ნამდვილად. ახლა არის თასების 6-იანი და ბევრი ტაროლოგისთვის თასების 6-იანი ასოცირდება წარსულიდან ადამიანის დაბრუნებასთან. და არ უნდა დაიბნეთ, ძალიან ყურადღებით უნდა იყოთ იმის მიმართ, რაც იქ ისმის. თასების 6-იანი მე ყოველთვის შეგახსენებთ, თასების 6-იანი არის უფრო ემოცია, ვიდრე წინასწარმეტყველება. თასების 6-იანი არის მაშინ, როდესაც ადამიანი იცის თუ როგორ დატოვოს წარსული იქ, სადაც ის არის და იცის, რომ წარსულში დაბრუნება. ვინაიდან თევზები ძალიან მიდრეკილნი არიან წარსულში დაბრუნებისკენ და წარსულის ნოსტალგიით ცხოვრებისკენ, რადგან უყვართ ტანჯვა, უყვართ ტანჯვის არჩევა, ან კარგი, უბრალოდ წარსულში ყოფნა. აი ყველაფერი, რაც წარსულში იყო, უკეთესი იყო, ის უკეთესი იყო, ისიც უკეთესი იყო. ნახეთ, როცა იმ ვიღაცის სახლში ვიყავი, რა კარგად ვატარებდი დროს, ახლა კი მარტო ვარ, მოწყენილი ვარ. კარგი მორჩა წერტილი დამთავრდა. არა, ბრუნდებით აწმყოში. როდესაც თევზები კარგავენ ფოკუსს, ისინი წარსულში არიან. მაშასე, ახლა ჩვენ ხელახლა უკავშირდებით აწმყოს. და რისი თქმა მინდოდა ამით? თასების 6-იანი არის კარტი, რომელსაც ემოციური განკურნებისა და ემოციური სიმწიფის დიდი წონა აქვს. ადამიანს შეუძლია იგრძნოს და ამ შემთხვევაში თევზებს. რომ შეუძლიათ გაუღონ გული წარსულიდან ვიღაცას შეგნებული ადგილიდან, ზრდასრული ადგილიდან და ეს არ ნიშნავს, რომ მაინც და მაინც რაიმე სახის ურთიერთობა უნდა გქონდეთ იმ ადამიანთან. საქმე ისაა, რომ თევზები როცა გადაწყვეტენ, თუმცა მე ამაში, ეს სხვა მომენტისთვის იქნებოდა დიდად არ ვეთანხმები. შეიძლება იყოს თავისი ყოფილების მეგობარი, შეიძლება იყოს თავისი ყოფილი შეყვარებულის მეგობარი, მაგრამ კარგი, რადგან ეს თევზების და ასევე თითოეული ადამიანის პირადი საკითხია. მაგრამ რისი თქმა მინდა, ამით არის შემდეგი. მგონია, რომ გამზადებენ შენი ცხოვრებიდან ბლოკირების მოსახსნელად, რაც ხელს გიშლიდა იმაში, რომ ყოფილიყავი ბედნიერი ვიღაცასთან აწმყო მომენტში ხელახლა დაკავშირებით. რადგან ასევე შესაძლებელია, რომ ამთავრებდე იმ ადამიანის იდეასაც კი, იმ ადამიანის მოჩვენებას. დიახ, ესმის? მაშასე, თასების 6-იანი გაკავშირებს სიწმინდის, იდილიის, პლატონური მომენტის მდგომარეობასთან. შენ შეგიძლია იდეალიზება გაუკეთო ადამიანს, შეგიძლია იდეალიზება გაუკეთო ახალ ადამიანს, ან იმ ადამიანს, ვინც ამ მომენტში გყავს. აბსოლუტურად არაფერი ხდება, თუ იცი, რომ უკვე აქ ხარ. სრულად ხარ დაკავშირებული შენს აწმყოსთან, რათა დატკბე ამ მომენტით. და უფრო მეტად თასების დედოფალი. შენ ბევრს დადიხარ, სოციალურად საკმაოდ აქტიური ხარ, ხედავ როგორ ტკბები შენი მეგობრული ურთიერთობებით. და ის კვერთხების დედოფალი იქ ყურადღებას იპყრობს, რადგან თევზები ყურადღებას იპყრობენ ნებისმიერი გზით, ნებისმიერი ფორმით, მაშინაც კი თუ არ უნდათ, მაშინაც კი თუ უნდათ შეუმჩნევლები დარჩნენ. ძალიან მცირე შანსია, რომ თევზები შეუმჩნევლები დარჩნენ. არა, იმიტომ რომ რაიმეს აკეთებენ იმისთვის, რომ დაუძახონ, რომ შეამჩნიონ. არა, ან იმისთვის, რომ შეამჩნიონ. მაგრამ თავისთავად მათი ენერგია უბრალოდ ყურადღებას იპყრობს და არაერთი შეიძლება შემოbrunდეს, როდესაც თევზები სადმე შედიან. დიახ, შენ ეს იცი თევზებო. კარგი, სწორედ ამას აკეთებ ახლა. შენ ნამდვილად აზანზარებ მიწას. და იმ სასწაულით, რომელსაც იქ ვხედავ, არ ვიცი რა შეიძლება ხდებოდეს, ასე რომ მოემზადე. ნახე, ამბობს, რომ შენ ყოველთვის დაცული ხარ. მთავარანგელოზი მიქაელი გეუბნება, რომ მადლობა თქვა, რადგან ის გიცავს იმ ადამიანებისგან, რომლებსაც არ უნდათ შენი უსაფრთხოება, რომლებსაც არ უნდათ შენი მატერიალური უსაფრთხოება, რომლებსაც არ უნდათ შენი ფიზიკური უსაფრთხოება. გეუბნება, რომ მიიღო დახმარება მთავარანგელოზ მიქაელის მადლიერებით, იმის ცოდნით, რომ შენ ხარ წმენით ახსავსე კარგი ადამიანი და რომ მზად ხარ ღვთაებრივი დახმარების მისაღებად. შთამბეჭდავია, რა შთამბეჭდავია შენი გაშლა.
მოდით ვენდოთ და დავაკანონოთ, რათა მთავარ ანგელოზმა მიქაელმა დაგვიცვას დღეს და ყოველთვის ყველა იმ მედიოკრი და ცუდი ენერგიის მქონე ადამიანისგან, რომლებიც არ უნდა იყვნენ ჩვენთან. ყველა კურთხევა შენ დღეს და ყოველთვის.